ივანიშვილის მარიონეტმა პრემიერმა აგვისტოს ომის დღეები ეგრეთ წოდებული რუსოფობიით გახსნა და დღეს 12 აგვისტო ამავე თემით დახურა. დახურა პირობითად, რადგან აღებული ტემპის გათვალისწინებით ეს პროპაგანდისტული კამპანია გაგრძელდება. რუსული აგრესიის მე-18 წლის თავზე ქართული ოცნების რიტორიკა განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება. რა მიაჩნია რეჟიმს რუსოფობიად? ირაკლი კობახიძემ ნიმუშად მოიყვანა ბათუმი, სადაც საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ ბანერით, რომელზეც დატანილი იყო წარწერა რუსეთი ოკუპანტია. ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ ასეთი ბანერები საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის. ესე იგი, ივანიშვილის რეჟიმის აზრით, საქართველოში არ უნდა ითქვას, რომ რუსეთი ოკუპანტია. პლიაზე რა გინდა, სადაც რუსი ტურისტები არიან ამ ბანერით. პლიაზე რა გინდა? რა შუაშია პლიაჟი? ანუ თუ ოკუპაციის გაპროტესტება მოგვინდება, ბათუმის სანაპიროს არ უნდა გავეკაროთ და ალბათ არც რომელიმე სხვა ადგილს, სადაც რუსი ტურისტები დაგვინახავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე რუსოფობებად გამოგვაცხადებს. ასეთი აღშფოთებით ივანიშვილის პრემიერი აქ სწორედ ბათუმში პლაჟზე გადაღებული მასალის შესახებ საუბრობს. კადრებში საქართველოს მოქალაქეები ჩანან, რომლებიც ბანერებით გადაადგილდებიან, ბანერებზე კი წერია, რომ რუსეთი ოკუპანტია. ისანი იყო, რომ რუს ტურისტს შექმნოდა დისკომფორტი და მაგით ვაყევით თქვენ აჟიტირებით. რუსოფობიური კამპანია ბანერს, რომელზეც დატანილი იქნება წარწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამ ბანერით გავივლი რუსი ტურისტის წინ. ეს ჩამეთრება რუსოფობიად. ამას მეუბნები. ეს არის რუსოფობიური კამპანიის მკვეთრი გამოხატულება. არა და რა შეიძლება იყოს პროტესტის უფრო მშვიდობიანად გამოხატვა, ვიდრე ბანერებზე წარწერების დატანა და მდუმარედ გადაადგილება. თუმცა რადგან ეს რუსი ტურისტის თვალწინ ხდება და მას დისკომფორტს უქმნის, კობახიძე გვეუბნება, რომ ეს რუსოფობია. შესაბამისად, რუსოფობია გამოდის კაფეებში, ოკუპანტის შესახებ წარწერები, რადგან რუსეთის მოქალაქეებს ესეც აწუხებთ და რუსოფობია გამოდის თუნდაც რუსთაველზე, საპროტესტო პლაკატებით დადგომაც, ოკუპანტის სახელმწიფოდან სტუმრებს. აქ არც ევროკავშირისა თუ უკრაინის დროშების ნახვა სიამოვნებთ. როგორ გაიგო საზოგადოება? აუხსენით დღეს. თქვენი განმარტება. მე დღეს აუხსენე და მე მჯერა, თქვენ როგორ განმარტავ? რუსოფობია რუსული ტერმინია და ამ დრომდე მას მხოლოდ კრემლის რიტორიკიდან ვიცნობდით, რომელიც სწორედ ამ ტერმინს იყენებს ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი აგრესიის გამართლებისთვის, სადაც თითქოს მის მოქალაქეებს ჩაგრავენ ან საფრთხეს უქმნიან. ამ ფონზე რა რისკს ხმის რუსოფობიაზე ოცნების ალაპარაკება. ოცნება ამ ტერმინს მაგალითების მოშველიებით განმარტავს. ესეც რუსოფობიის ერთ-ერთი მაგალითია ირაკლი კობახიძის მიხედვით. კადრები 2023 წელს ასევე ბათუმშია გადაღებული, სადაც რუსეთის საკრუიზო ლაინერის შემოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. გაღიზიანების მიზეზი გემის მგზავრების ანტიქართული განცხადებები იყო და არა მხოლოდ. მგზავრების ნაწილი ოკუპაციის კანონის დარღვევასაც კი პირდაპირ ადასტურებდა და აფხაზეთში მოგზაურობის გამოცდილებას კამერებთანაც მოურიდებლად იხსენებდა. აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ, ისინი დახმარებას გთხოვდნენ. თქვენ ხომ ტანკებით წახვედით იქ. ვიყავი აფხაზეთში და ვნახე სახლები, ყველას ფანჯრები ჰქონდა ჩამტროული. თქვენგან იყო დანგრეული. რუსეთი აფხაზეთს დაეხმარა თქვენგან გათავისუფლებაში. კობახიძე კი ამბობს, რომ ეს პროტესტი უსაფუძვლო იყო და ის აგენტურამ რუსოფობიის კამპანიის ფარგლებში დაგეგმა. რა აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილის პარტიას. კრიტიკული საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსოფობიაზე გააქტიურებით ივანიშვილი პუტინისთვის ცდილობს ერთგულების დამტკიცებას. ესენი ელაპარაკებიან ივანიშვილს და ივანიშვილი კი ელაპარაკება პუტინს. ეს დიალოგი არის პუტინთან ერთმნიშვნელოვნად, სხვა რა გზა აქვს ივანიშვილს. ევროკავშირთან ყველა ხიდები დაწვეს და ომია გამოცხადებული, მას დარწმუნებული ვარ, რომ პერსონალური შიშებიც აქვს პუტინის მიმართ, იმიტომ რომ კაცი მგონი მკვლელი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ რაღაცას გააკეთებს, თუმცა მე იმაზისგანაც შორსა ვარ, რომ მხოლოდ შიშები ამოქმედებდეს ივანიშვილს. ამის ნაწილია. ამის ნაწილი. უფრო მძიმე შეფასებით კი რუსოფობიის შესახებ კამპანიას კრემლიდან მიღებული დავალების შესრულება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. ეს რუსოფობია ტერმინი არის გრუში, ანუ სადაზვერო სამართლოში მოფიქრებული ტერმინი, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთს აძლევს საშუალებას და შესაძლებლობას პროვოკაციები მოაწყოს იმ ქვეყანაში, სადაც თითქოს და რუსოფობია. ესეთი მაგალითი ჰქონდა უკრაინაში მაგალითად. ამიტომ ქართული ოცნება ჩაძდის ღალატობრივ საქმეს და მას, ასე ვთქვათ, გაცნობიერებული აქვს ის, რომ დღეს საქართველოს უნდა მოიქცეს იზოლაციაში და ერთადერთი ვინც საქართველოს შეიძლება თავისუფლად დამკვიდროს, უნდა იყოს რუსი.
ჩვენ კარგად ვიცით თუ რა დღეში არის პუტინის რუსეთი უკრაინის ასე ვთქვათ ფრონტზე აქედან გამომდინარე ის მაქსიმალურად გადასული არის სხვა ქვეყნების სხვა ასე ვთქვათ მარიონეტების შანტაჟზე მათ შორის ივანიშვილის და მისი ოცნების რუსოფობიას ეს ბრალდებას რა თქმა უნდა აქედან გამომდინარეობს რომ ისინი იძულებულები არიან კოჭი გაუგორონ პუტინს ნიშნავენია ისიც, რომ რუსოფობიაზე წუხილით ქართულმა ოცნებამ აგვისტოს ომის კვირეული გახსნა და მაშინ როცა რუსეთის სისასტიკეზე უნდა წამოეწყო საუბარი, მთავარ საზრუნავად რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა გამოაცხადა. შესაბამისი წერილი კობახიძემ 4 აგვისტოს გამოაქვეყნა. დღეს კი ამავე შინაარსით საგანგებო ბრიფინგი გამართა და ის აგვისტოს ომის დასრულების დღეს დაამთხვია.